ქართული ღვინის კომპანიების ხელმძღვანელები დიუსელდორფში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წევრებმა გერმანელ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს. პროვაინი ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საშუალებას აძლევს ადგილი მსოფლიო ბაზარზე დაიმკვიდრონ და საექსპორტო არეალი გაზარდონ. ქართული ღვინის პერსპექტივები ევროპულ ბაზარზე ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. ადგილი, სადაც ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაციისთვის ყოველწლიურად იკრიბებიან. ქალაქმა დიუსელდორფმა 3 დღის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლა. ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიების და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად პროვაინ 2012-ში მონაწილეობა საქართველოს ღვინის მწარმოებელმა 16 კომპანიამაც მიიღო. ქართული ღვინის წარმოებულს შეუძლია მოძებნოს ახალი პოტენციური პარტნიორი, ასევე ეს არის ძალიან კარგი თავშეყრის ადგილი არსებულ პარტნიორებთან. ჩვენი ღვინის კომპანიები შეხვდნენ ყველაზე დიდ დისტრიბუტორებს, მეორე შეთანხმებაც შედგა, რომელიც უამრავობაში წარდგება ქართული ღვინის ინდუსტრიის განვითარებას. პროვაინის ფარგლებში ყოველწლიურად სადეგუსტაციო კონკურსიც იმართება. ათასობით კომპანიის მიერ წარმოებულ სასმის სხვადასხვა ქვეყნებიდან ექსპერტები აფასებენ. ქართული კომპანიის პროდუქციიდან 5-მა ორ-ორი ვარსკვლავი დაიმსახურა. მოწვეული იყო 11 ქვეყნიდან 151 ექსპერტი, რომელსაც დააგემონა ჩვენი ღვინოები და ძალიან დიდი პოპულარობა ჰპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დაეხმარება ქართული ღვინოების ექსპორტს. საქართველოში 1000 წლეულებით ნაგროვები გამბედაობად გაძლევს საშუალებას დააყენოთ ძალიან მრავალფეროვანი ღვინოები, რომლებსაც აქვთ სრულიად განსხვავებული გემო, ხარისხი და ამასთან სულიერება. ქართული ხმების მიერ შესრულებული სიმღერების ფონზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართულ ღვინოსთან ერთად ტრადიციული ტკბილეულობაც დაეგემოვნებინათ. მსგავს გამოფენებში მონაწილეობა აუცილებელია. ფიქრობ, რომ წლევანდელი წელი საქართველოს განსაკუთრებით დაეხმარება ღვინის პოპულარიზაციაში. პროვაინი მსოფლიოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოფენაა. 45 ქვეყანა, 3600 მონაწილე. პროვაინ 2012 დიუსელდორფში უკვე დასრულდა.